ვცდილობთ დაუბრუნდეთ უფრო ჯანსაღ ცხოვრებას, რადგანაც მოგესალმებით, რომ ახალი წლის გემრიელი კერძები ჩვენს წონასა და ფორმებზე საგრძნობლად აისახება. თაია არაბულია დღეს ჩვენი სტუმარი და სახლის პირობებში როგორ უნდა ვივარჯიშოთ, სწორედ ამ რჩევებს მოვისმენთ დღეს მისგან. დილამშვიდობის მდგომარეობაში ვარ. დილამშვიდობის ესე გვიყვარს ხდება. ძალიან ძმეზეც ვდგავარ და ძალიან ძმე მდგომარეობაში ვარ. კი ხარ მეტრო 90-დან ხე? იცი რა მე ვეცადე რომ შენთვის თვალში გამესწორებინა თინათი და მე მგონი გამომივიდა. მე უკვე ზემოთ მიწევს ამოხედვა რაღა დაგიმალა. ხო და მე კიდე ცერებზე აწევა აღარ მიწევს. ეს ყველაფერი სიმაღლეში გავიზარდეთ საახალწლოდ და ცოტა განშიც გავედით. ამისათვის ჩვენ გვჭირდება პირველ რიგში როგორც პროფესიონალი. ამ შემთხვევაში მწვრთნელი, ფიტნეს ინსტრუქტორი, რომ გვითხრა, ვინც ვერ ვახერხებთ ამ ეტაპისთვის ვერ გამოვნახეთ დრო რომ ვიაროთ დარბაზში, სახლის პირობებში როგორ შეგვიძლია იმ ინვენტარით რა სახლში ყოველას გაგვაჩნია, ცოტა უფრო შევიმსუბუქოთ ჩვენი წონა, ჩავდგეთ ძველ ფორმაში და როგორ ვიყოთ ტონუსში, როგორ ვამყოფოთ ჩვენი სხეული. თან დაია გახსოვდეთ რომ ყველას გვიჭირს გადასვლა ამ მხარეს, იმიტომ რომ მაინც ჯერ კიდევ ვიცით რომ ძველი ახალი წელია და მოდის უბრალოდ წინარი და გვაქვს რაღაცნაირი ისა. თან გვეზარება ძალიან, მაგრამ თან გვინდა. აი თუ შეგიძლიათ რომ ესეთი რთული დავალება მიიღოთ და დაგვეხმაროთ რომ თან გავაკეთოთ, რამე ძალიან კაი. მესმის ნამდვილად ბუნებრივია, რომ ამ პერიოდში ბუნებრივია ყველა არის მაგ სიტუაციაში და ძალიან ბევრი იწყებს ზუსტად 16 რიცხვიდან. საინტერესოა. ეს ქართული ფსიქოლოგია ალბათ, ცოტა მერე. ხო, ბარემ მოვითავე. ბარემ სახლის პირობებში შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ელემენტარული რაღაცა, რომ შევინარჩუნოთ თუნდაც ის რაც ქონდა და არ დავკარგოთ ის შედეგი, რაც აქამდე ქონდა. ყველაზე მარტივი მოძრაობები, რომელიც დამწყებისთვის ან თუნდაც გამოცდილისთვის იქნება, არ იქნება საზიანო და უსაფრთხო იქნება, რა თქმა უნდა არის პრესები, შეგვიძლია გავაკეთოთ. თუ დამთანხმდებით. არ მაქვს პრობლემა, შემიძლია გავწოთ. თან გააჩნია რომელ პრეს მაკეთებინ, მე ისეთი მძიმე კატეგორიით ვარ დღეს წარმოდგენილი. ნებისმიერს გავაკეთებ მე, მაგრამ ალბათ ერთ ყველაზე მარტივი და პრესაჩილი იზავს და რაღაც მე მევიზავ. საბაზისო პრესი არის, უბრალოდ ეს მოკლე ფეხები მოხრილი რო გვაქვს და უბრალოდ ბეჭებით რო ამოვდივართ. მეტი არა. ან დანარჩენი უმეტესობა პრესი ურტყავს წელზე. კი ბატონო და სუნთქვა უნდა გქონდეს სწორი. ამოსვლისას რო ამოვდივართ, უნდა ამოვისუნთქოთ პირით. ერთი წამია, ჩავედი. აი ამ ერთ-ერთზე ფეხები ამ შემთხვევაში მაქვს იატაკზე მიწხვია თუ გავწიო. არა, მაცვია დაახლოებით 5 კილო ფეხზე. უბრალოდ შეგიძლიათ დადოთ, არ გვინდა ფეხების აწევა. დავწექით. დიახ. ხელები თავს უკან. დიახ. უბრალოდ წამოწევა. უბრალოდ წამოწევა ბეჭების. ამოსუნთქვა აუცილებლად პირით. რაც შეეხება მუცელს ყოველთვის უნდა ვისუნთქოთ, რომ დავცალოთ მაქსიმალურად ჰაერისგან მუცელი და მაქსიმალურად შევკუმშოთ პრესი. ანუ ძალიან ხშირად შეცდომა არის ის რომ კისერს ეკაჩებიან ესე ვთქვათ ხელებით, ხო და ამ დროს სინამდვილეში პრესის კუნთებით უნდა მოხდეს წამოწევა ტანის და არა ხელით თავის. და თან დიაფრაგმა უნდა შევწიოთ რომ მივახმაროთ კუნთებს. ნუ ახლა დიაფრაგმა ისეთია რომ ყველა ჩვეულებრივი ადამიანი შეიძლება ვერ გრძნობდეს და იცოდეს როგორ უნდა შეკუმშოს დიაფრაგმა და ასე შემდეგ. ეგ რა თქმა უნდა. ამისთვის თავარია სწორი სუნთქვა, როგორც თქვი, პირით აუცილებლად უნდა მაქსიმალურად დაიცალოთ. ზოგადად ყველაზე საბაზისო მოძრაობა, მოდით ჩვენ გავაკეთოთ. კი ბატონო. იქნება კატა. კარგია, კატა, მიდი კატა მე უნდა გავაკეთო, ჩვადექი კატა. მოდი. კატა არის ყველაზე იდეაში ყველაზე მარტივი და ყველასთვის კატა კურდღელი. ესე გააკეთე და იგივე იქნება. ყველასთვის ცნობილი და მარტივი მოძრაობაა, მაგრამ ესდევს ყველა ვარჯიშის ბაზაში და როგორც ვარჯიშს, ასევე ცხოვრებისეულ ფუნქცია არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ხელები გვიდგას მხრის ქვემოთ, მუხლები ზუსტად მენჯის ქვემოთ და ამოსუნთქვის დროს ბრგვალდებით, ვიფხორებით და ჩასუნთქვის დროს თავის ზემოთ. მაქსიმალურად ვტეხავთ. ვისუნთქეთ. ძალიან სასიამოვნო. ეს არის ერთგვარი გაწელვა. აი ეხლა ზუსტად რაც მაკლია მე ამ უძრავი ცხოვრების წესის გამო არის ეს გაწელვები და ეს წელავს ძალიან კარგად. აი როგორც აი ამ კუნთებს. ასე მე პრეს წელავთ. ასევე ისევ სუნთქვის გამო პრეს მაქსიმალურად კუმშავთ და ეს მაგას სწავლობთ მაგ უნარს, რომ აი ეს
დაუმრგვალდეთ, თუნდაც პრესი დავჭიმოთ და როცა მაგალითად წელის ტკივილი აწუხებს ძალიან ბევრ ადამიანს, ვისაც უწევს ჯდომით სამუშაო. და აი წელის ტკივილის მოხსნაშიც გვეხმარება, თუნდაც ეს უნარი რომ ეს პრესი დავჭიმოთ, ამოვისუნთქოთ, მენჯი შემოვწიოთ რეალურად წინ და დატვირთვა მოუხსნათ წელიდან. ცოტა გავედი ახლა სხვა თემაზე გადავედი და არა წამის დაგავიდე, მაგრამ შეგვიძლია სავარძლები გამოვიყენოთ. კი ბატონო, შეგვიძლია სახლის პირობებში სავარძლებიც გამოვიყენოთ, დავტვირთოთ მაგალითად ხელები, მკერდი. არა მარტო სახლის, სამსახურის პირობებშიც ხო, ვიღაცა შეიძლება კონდეს ხო ისეთი ინფრასტრუქტურა კაბინეტში, რომ შეძლოს ამ ინვენტარის გამოყენება. ნამდვილად, ვცადოთ შეგვიძლია აქ დავუდოთ ხელები. დიახ. თითებით წინ, ფეხები წინ. ნუ შეძლებს დაგვარად. კი ბატონო. და ჩავდივართ ქვემოთ. ეს რაში გვეხმარება? მე გიშლით ხელს გონი, ისე კარგად ხელებს. ხელებს, კი ბატონო. ხალით. ეს გავწიოთ, აბა კორპუსი დავიჭიროთ ახლოს სკამთან. ფეხები დაშალეთ. თვითონ კორპუსი დავიჭიროთ ახლოს. კი ბატონო, ჩავიდეთ უფრო ქვემოთ. ამოვიდეთ. ამ სიმაღლიდან შესაძლოა. ეს არის აი ეს უკანა კუნთები ხო ხელი? კლიანი მკლავი იჭიმება რა, გინდა არ გინდა, და ზურგისთვის კიდე რა შეიძლება ზურგის კუნთების გასაამყარებლად, იმიტომ რომ როგორც წესი ხერხემალი ვერ გვიჭირავს ადვილად და ზურგის პირობებში. აზიდვები. აზიდვები არა, აზიდვები მკერდს ტვირთავს. ზურგი არის, აი კატარას უკვე გავაკეთეთ. შემდეგ არის ეს აკვამენი ჰქვია ამ ვარჯიშს, ვეძახით. ხელები და ფეხები წინ. აუ ეს არ უყვართ ეს ვარჯიში, ის არის ხო რთული. ოი ეს რა კარგია. ეს ხერხემლის თვის არის იდეალური. ესეთი რაღაცა. აი აქ სუნთქვას რას უშვებით? აქ ძირითადად რომ ამოვდივართ ანუ როცა ნებისმიერ დატვირთვაზე ხმევა გვიწევთ ან რაღაცას ვაწვევით ანუ ძალას ვატანთ მაშინ უნდა ამოვისუნთქვათ ყოველ აი როცა ძაბავ სხეულს მაგ დროს ხდება ამოსუნთქვა როცა ძალას ვატანთ აი როცა რაღაც არის მაგ დროს უნდა ამოვისუნთქოთ როცა კუნთი იკუმშება მაშინ უნდა ამოვისუნთქოთ და როცა იწყება მაშინ უნდა ჩავისუნთქოთ და ერთიც ახლა ფეხის კუნთებიც ხო გვინდა ზურგი დავტვირთეთ რა დავტვირთეთ პრესი დავტვირთეთ ხელები დავტვირთეთ ფეხები დაგვრჩა ახლა ფეხები ძირითადად რა თქმა უნდა ცნობილი ჩვენთვის ყველას არის ჩაჯდომები თუმცა ამას სჭირდება სწორი ტექნიკა და მეთანხმებით და შეგვიძლია ვისწავლოთ ისე რომ არ დავიზიანოთ თქვა ჩაჯდომების დროს მუხლები დავჯდეთ ისევ სკამზე ფეხები დავდოთ სწორად ფეხები დავდოთ სწორად, იმიტომ რომ ეს არის მგონი წინ არ მოგვიდეს ოდნა უკან სახიფათო მოძრაობა. და აქედან უნდა ამოვდგეთ სწორი წერით და ისევ დავუჯდეთ. ცოტა ხო დაბალი სკამია, მაგრამ ხო, ეს სკამი კარგად დაგვეხმარება და დაждომაც უკვე ის არის რა ქვია. ამით სწავლობთ, რომ ეს მუხლები არ წაგვივიდეს წინ და წერის არც შიგნით, არც განზე. კი. რამდენი დაждომა და ადგომა არის ისაც უკვე დატვირთავს ფეხის კუნთებს. გააჩნია მომზადების დონეს, დამწყებს სავარაუდოდ თავი დავიწყებთ დიდი პაუზის შემდეგ, როგორც უმეტესობა ჩვენია. 3 მისვლა 20 გამეორება იქნება საკმარისი და 60 წალი. 60 წალი. დასვენებებით. 20. მე მანამდე შუალედში უნდა გაკეთო სხვა ვარჯიშები, ხო? შვენიერი. სასურველი. მოიცადე. წავედი, რა მოხდა? სოსო არის მიშენი ხმა მართლა გეუბნები. 3 ვქენი 2 იყო სინამდვილეში. აი ეს პატარა 7 ეგრე 19 და ბოლო დაგჭა თინა. აი ბოლოც გააკეთე და საკმარისია. 20. ყოჩა. აი ესე 20 ხელებს რა გააკეთეთ თქვენ ესე? სხეული ახლოს კამთან, ხელები დაბლა. ქვემოჯობა. აი მან სხეული ახლოს და ხა ჩადი, სხეული ახლოს კამთან, ჩადი, მუხლები არ შეგივარდეს შიგნით. შიგნით რომელია ესე? არ მივარდება რატომ? ამ ვარჯიშზე არ აქვს. ვაიმე, რა რთულია ეს და რა კარგია. ვაიმე, კარგია ეს. რთულია. დედაცხელი. მაგრამ ის არა ქვია, დაიტვირთა და ამოძრავდა სისხლი. რა კარგია. კაია, კი და ხო, უნდა ვცეთ ჩვენ თავს პატრონი. საკუთარი წონაც ელემენტარული გაწელვები, დილის რაღაცა ეს კატა, გაზნექვა, რაღაც ხელის უკან წაღება, რომ აი ეს ნაწილი გაიღვიძოს. თუ მაქვს კიდე დრო, ვიტყვი რომ
შეშუპება დილით, ვისაც აწუხებს ხოლმე ხშირად, ასევე არის ლიმფური სისტემის კი ბატონო. ოფში მოყვანა. კი. და ანუ ჩვეულებრივ ადამიანს ახლის პირობებში თუნდაც რომ დაგუგლოს ლიმფური სისტემა, უჩვენებს სად არის ჩვენი ეს კვანძები. ძალიან მარტივია, აი სახის შეშუპება, გარდა იმის რომ ვიცი რომ ბევრი იკეთებს სხვადასხვა მასაჟებს, ხო? გარდა სახის აი ეს ნაწილი არის ძალიან მნიშვნელოვანი. კისერი, ბეჭები, აი ეს და მკერდის კუნთები. შეგვიძლია სახლის პირობებში უბრალოდ დავიმასაჟოთ ხელით აი ეს ნაწილი, ესე დავიჭიროთ ერთი თითი და უბრალოდ აი ესე დავიმასაჟოთ. მივყვეთ, კი ბატონო. კი ბატონო. სუბუკლიური მოძრაობა. კი ბატონო. აქაც ეს ჩამოვატაროთ ხელი, რომ ეს კარგად ავამოძრავოთ ჩვენი ლიმფა და სახის შეშუპებებიც შედარებით გავააქტიუროთ ლიმფოდრენაჟი.